ქართულ-აფხაზური ურთიერთობები 21 წლის შემდეგ 10 თვის წინ ხელისუფლებაში მოსული გუნდი აცხადებს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში დინამიკა პოზიტიურია. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების მანძილზე აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასრულებით დაძაბულობა მოიხსნა. პაატა ზაქარიაშვილის მოსაზრებით, ქართული ეკონომიკისა და პოლიტიკის დაძლიერება აფხაზეთთან დაახლოებას თავისთავად შეუწყობს ხელს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მეცხრე არხთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მცირე, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება. პაატა ზაქარიაშვილი ამას მოქმედი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებით ხსნის. თითქმის თქვენ ვერ მოიტანთ მაგალითად, რომ ვინმე ან აფხაზური საზოგადოებიდან, ან ოსური საზოგადოებიდან, ან რუსეთიდან ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაც ამბობდეს. ეს სერიოზული მიღწევაა, სესიული არ არის. პრაქტიკულად მოისპო არ არსებობს ამ რათვის განმავლობაში არანაირი ტერაქტები, საეჭვო რაღაც გარკვეული დანაშაულებები, როგორც ხორციელდებოდა აფხაზეთის სამხატვრო ტერიტორიაზე ან და მიმდებარე ტერიტორიებზე. აღარ იხოცებიან ამ მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანები, რაც ერთიორად გამოხდა ვითარება და დობის მეტი ფაქტორი აღდა. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოთ აღიარების მიუხედავად, მინისტრი იმ პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირება გახდება შესაძლებელი. ჩვენ ალბათ დაველოდოთ, როდის წაიღებს რუსეთი უკან აღიარებას. ფაქტის ნაშრომი დავაყენოთ. აღიარების უკან წაღების აღიარების თქვა და ნიველირების ორი გზა არსებობს. ერთი არის რუსეთმა წაიღოს უკან, რაც მე ჩვენ პარება რომ ეს მოხდეს უახლოეს პერსპექტივაში, მეორე არის რომ მოახდოთ მისი დისკრედიტაცია. იმდენად შევრიგდეთ აფხაზები და ქართველები, აფხაზები და ოსები და ქართველები, რომ რუსაღიარება იქცეს ფარატინა ქაღალდად. ზაქარიაშვილის უწყება მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო კურსისადმი ერთგულება სამართლებრივადაც გაამყარა. პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციაში დადასტურებულია ცალმხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. თუმცა აფხაზური მხარისთვის ეს ფორმულირება მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას დღეს რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. აფხაზეთს საქართველოსადმი ნდობა არც ქონია და არც აქვს. ჩვენ გვაწყობს მხოლოდ შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. თუკი საქართველოს ახალ ხელისუფლებას სურს აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, პირველ რიგში აფხაზეთსა და საქართველოს შორის იურიდიული ვალდებულებების შეთანხმების ხელმოწერა იქნებოდა აუცილებელი. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტზე უშუალო ხელის მომწერმა რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 6 აგვისტოს ქართული აუდიტორიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობებში სირთულეებს თავადაც აწყდება. ჩვენთვის სულაც არაა ყოველთვის მარტივი მათთან სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება, რადგან ისინი პასუხობენ: ნუ ერევით, ეს ჩვენი საქმეა. ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს ჩვენი ქვეყანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიუხედავად, ქართულ მხარეს აფხაზებთან კავშირების შენარჩუნებისკენ ევროკავშირის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს. რა პერსპექტივები არსებობს იმისა, რომ აფხაზური საზოგადოება ქართულთან ურთიერთობების აღდგენას დათანხმდეს? ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემაზე დიდი ხანია მუშაობს, ამბობს, რომ ადრე თუ გვიან აფხაზები ქართველებთან დიალოგის დაწყებას მხარს დაუჭერენ. იქაც რა თქმა უნდა ადამიანები სხვადასხვანაირად არიან გაწყობილები, მაგრამ რა თქმა უნდა პრინციპში დიალოგი, რომელიც უნდა ადრე თუ გვიან დაიწყოს, ბოლოს და ბოლოს თვითონ ცხოვრება გვაიძულებს, რომ ეს დიალოგი დავიწყოთ. ეს რა თქმა უნდა მათ ინტერესებში არის და რა თქმა უნდა თუ ესენი სერიოზულ მზაობას დაინახავენ, ისეთ პოლიტიკურ ნებას, როგორც თქვენ, იმას თუ დაინახავენ, რა თქმა უნდა წამოვლენ. უცნობია შენარჩუნდება თუ არა პოზიტიური დინამიკა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. წინ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია.